კურიერის დასასრულს მთელი წლის განმავლობაში შეგროვებული კადრები, რომელიც ეთერს მიღმა დარჩა. პოლიტიკოსები და ჟურნალისტები, რომელმაც იციან, რომ ჯერ ეთერში არ არიან, ან ის კურიოზული მომენტები, რომელიც ეთერში მოხდა. ასეთ კადრებს რუსთავი 2 მისი დაარსებიდან ყოველ წელს სპეციალურად 31 დეკემბრის სახელმწიფო განწყობის შესაქმნელად ინახავს. ეს მაყურებელმაც იცის და ყოველ წელს ელოდება ასეთ ვიდეოებში ჩვენ ჟურნალისტებიც და პოლიტიკოსებიც უფრო ადამიანურები ვჩანვართ. ლამაზი კადრი როგორ იქნება? აი ესე რო იქნება, აი ეს. ეხლა ლამაზი კადრი იქნება, აი და. საჭმიდები იქით. თავიანთ სამყაროში. გაუცადე რა არის? აუგმეზდი. რამდენ ხანშია? აქტივაცია გრძელდება. ზღვის ზონიდან 2050 ისმალე 2025 წელს. ასოციაციების ფუნქცია ზუსტად. პირდაპირ ღამის კურიერი. შემიძლია ვიმხილ. ისეთი გახარდები და ჩახოხბილი. მოპუტკუნებულია იმდენ სჭამს ბიჭო, ანუ ერთ ძროხას შეჭამს რომ ისე. აი მესმის ცხოვრება. ურში არის ტაში. რაშვით? ჩაჭავხდი ჩვენ და ძალა უკვე აქ თუ არა, უბრალოდ გრადუსი. გრადუსი უნდა იყო 52. ეკას გაუმარჯოს, მაგარ ბიჭს. ამას გაუშვებენ. ეს რთველი არის, ესე იგი თავის. გავუშვით მე რა. მარაკი და პატარა ხარები პატაკიტადის. მე როგორ მცქეს ხავ? სექსის ნაკლებობა. სექსის ნაკლებობა. ცოლი ჩამამიყვანეთ. იტალიაშიაო შვილო, აბა ეგრე როგორ ჩამაგიყვანეთ? აგრეთვე მიხეილ სარჯველაძე ეს კაც რა უნდა მაინც. რამე არ მითხრას. ო, ბაბო. ეთერშია კურიერი 12 საათზე. ო, ბაბო. ეხლა თუ ახალ სახერობა გაჭმოჭმული. მახინჯო. ომარ მოიყვანე. ნათია. სატელეფონო ჩანაწერი აღწერის მიხედვით სავარაუდოდ საუბარია. საუთეთი ყურბა დაადასტურებული არა. აი თქვენ რო გიყუროთ. ანასტი ხანსოდა და. აი მიკროფონები აწიე. ასიე ხო აქ და გამოვაჩი. აუ აი ესე ხო არა. რაღაც ცოტა ქვევიდან. არ მჭირდება აქ მომიდგები რა მაცინე. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ირაკლი ახლა კი დღის სხვა თემები ირაკლი კობახიძის მთავრობის კიდევ ქვეყანას სახალიფო
კიდევ ერთხელ გაიმარჯვა საქართველომ, გაიმარჯვა ატმყომ შობელი მომავალ ორ შაბათს ჩვენ ვერ შევხვდებით ერთმანეთს აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, რომელსაც წინასწარ გილოცავთ. შობილი წარსულისგან შობელი არის მომავლის. თუმცა მანამდე 4 შაბათია, ჩვენ ჯერ 4 შაბათს შევხვდებით ერთმანეთს და შემდეგ 4 შაბათამდე დაგემშვიდობებით. კარგი. ნეიტრალური საქართველო? ხო. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ნეიტრალურმა სასამართლომ იმართა დღეს 4 შაბათია თუ 4 შაბათი ყოველთვის მავიწყდება. შევხვდებით. მე რა ვთქვი? შევხვდებით. დღეს არის 4 შაბათი, ესე იგი მომავალ 4 შაბათს. რომ ნეიტრალურმა ნაზრების ანალიზი ჭირაკ. სწორედ ამ კუთხით აპირებს ახლა ლატვია ისტორიული გარდაქმნის მოხდომას. მე ძალიან ო, ბაბო. სატელევიზიო ეთერებში დადის ან თუნდაც კაპუჩინოს. მე წყალი მწყურია დამარჩეს ამ. ლევან გადართე, შენ მაინც გადართე. კაი მაცადე მიცდიან ისინი კიჟები. ამის ხალი ვარ რომ ალოდი რა. ო, ბაისო, დაგიერება რა. აი, გამეში. ლაშაპ, როგორია თამაშის წინ გუნდის განწყობა? Never say never. ჩვენი იდენტობა, რომელსაც ილია ჩვენი იდენტობა, ერთი წუთი. ბოდის ვიხდი. აუ, ბიჭო, ეს კარი ველა მოკეთე. ბოდის ვიხდი. არა, თქვენამდე ის კარტიკასო. პასუხი არ არის. ო, ბაბო. რა გიპასუხოთ არ ვიცი. ჩვენ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ვფიქრობდით ცირკის დაბრუნებას. სადმიდია. გამოდი გოგო ნაპიჭი და მოდი. კიდე მოდი. ხო, мама, გისმენთ. ის პატარა კიდე კაი ძინავს ახლა. აი აქ იდგებოდა. თავზე წყალი დამასხეს. იმას რაღაცა მოუნდა, ამას ქვეყნის ჩვენი შვილების მომავლის ყურზე უნდა დამირეკო გიო, ხო იცით, ჩემ ყურზე კი არა, მობილურზე არა, ყურის ნომერზე. გამელაპარაკე გიო, მოიცა ცოტა ჩაუჭე, მიდი აბა. Всё, кай. 1-2 ბოდიში თქვენ დაქვიათ სახელი. სუ. ნინი ვარ. სურათი რა გააკეთე. რა გაიცინათ რაღაცა, ავწუხდებათ იცით. სახჭურული არიან ახალი ძალიან დიდი აზრის მატარებელი არის. ეს თავიდან ჩავწუხოთ გთხოვთ. ჩამოვჭრათ, გთხოვთ. ვერჯილი? და ანუ აკრძალული გვაქვს აი ხა ამ წამს მიიღეს გადაწყვეტილება რომ ჩართვა ვერ განახორციელდა. ბეტის ბორბალი ასე და ისე. ისეთ მოგვიწევს ჩართვის გაჩერება. მადლობა, ეს იყო ამომწურავი ლაშა ვალიშვილი ტელესპორტსმენის დაჯილდოებით. ისე მოვენატრეთ, რომ ძალიან ბევრი ლაპარაკა. ახალწელს მე ხაზები გადაგიხილი იქნება. ენზე უკეთესი დაგდებოდი. შეგიძლიათ ვარ, და დავიძახე. ასე იყო მთელი წელიწადის ბოლო კურიერიც ისტორიული გზას ჯვარედინზე მყოფ ქვეყანას 2026 წელსაც თავისი გზა აქვს. ახალი წელი სასწაულს არ გვთავაზობს, ის ყოველ წელს ახალ შანსს იძლევა. დამდეგი ახალი წელი საქართველოსთვისაც ახალი შანსია დაპირისპირების ნაცვლად საერთო მიზანზე ვიფიქროთ, პოლიტიკური ხმაური კი სახელმწიფოებრივმა აზროვნებამ შეცვალოს. ამით 2025 წლის 31 დეკემბრის კურიერი დასრულებულია. რუსთაველის სახელით ვლოცავ მთელ საქართველოს დამდეგ 2026 წელს. ისურვებთ ბედნიერებას, წარმატებას და ერთიან საქართველოს. თქვენ წინ საახალწლო კონცერტი გელოდება, ჩვენ კი მომავალ წლამდე გემშვიდობებით. ნახვამდის.